მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. დღეს მინდა რომ მე და თქვენ ვისაუბროთ მოტივაციაზე წონაში კრების დროს. ძალიან ხშირად გამიგია ადამიანებისგან, ვისაც სურს წონაში დაკრება, რომ აი მოტივაცია არ მაქვს და არ მყოფნის. ასევე ან გამიზიარეთ გოგოებო თქვენი მოტივაცია, როგორ დაიგელით, როგორ შეძელით, ვიწყებ და თავს ვანებებ. და აი სწორედ ამ თემაზე მინდა ვისაუბროთ. პირველ რიგში გეტყვით, რომ ეს არ არის ადამიანს გონიათ ხოლმე, რომ ეს ნებისყოფის არქონის ბრალია და აი ვინც იკრებს იმას ეუბნებიან ხოლმე, რომ აი შენ ისეთი კაი ნებისყოფა გაქეთყობა და მე ნებისყოფა არ მაქვს. და სინამდვილეში აქ ხდება ხოლმე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეცდომა, რომელზეც მინდა რომ დღეს ვისაუბროთ. რატომ არ მუშაობს მოტივაცია, რატომ გვატყუებს ის პროცესის დასაწყისში და რა გვჭირდება რეალურად იმისთვის, რომ დავდოთ შედეგი. ანუ არ მივანებოთ თავი ზონაში კრებას. რა არის რეალურად მოტივაცია? მოტივაცია არის ტალღობრივი და ეს არის ხოლმე რაღაცით გამოწვეული. ანუ შეიძლება მაგალითად შენ თავი ნახე ფოტოზე, რომელშიც ძალიან არ მოგეწონა და შეამჩნიე თუ როგორ ძალიან მოიმატე. ხშირად ჩვენ ადამიანები ვერ ვამჩნევთ ხოლმე ყოველდღიურობაში და მე გვერდიდან რო შევხედავ თავს, აი ვხედავთ ხოლმე რომ თურმე უკვე ასე აღარ მინდა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება ვამჩნევთ. მოტივაცია არის ძირითადად ემოცია არის, შთაგონებაზე დგას, აი ერთი ტალღა. რეალურად მოტივაცია კარგი არის იმისთვის, რომ დავიწყოთ. ანუ მოტივაცია არ არის მუდმივი და მოტივაცია ხრება მაშინვე როგორც კი მოდის დაღლილობა, სირთულეები, ანუ შედეგი არ არის სწრაფი, ძალიან ხშირად არის რომ ადამიანებს უნდათ ნახონ სწრაფი შედეგი, მაგალითად თავიდან ყველა მიცის რომ სითხე გამოდის ორგანიზმიდან სწრაფად, გაჩნია წონას, რაც მეტია წონა, მით უფრო მეტი მინუსი შეიძლება აჩვენოს, ანუ რეალურად გამოვიდა სითხე, რა თქმა უნდა ცხიმიც იწვის, მაგრამ ცხიმი უფრო ნაკლებად, უფრო ნელი პროცესია ცხიმის წვა, ვიდრე სითხის გამოსვლა ცხადია და ანუ თავიდან ადამიანი რომ სასწორზე ხედავს სწრაფ შედეგს, მოტივირებულია, ხასიათზე რაღაცა და ანუ ცდილობს და აი პიკზე ასე ვთქვათ, მაგრამ დგება მომენტი, რომ სამსახურში ან ოჯახში აქვს სტრესული დღე, მერე შეიძლება სასწორმა, ანუ გავიდა უკვე ეს სითხის გამოსვლის პერიოდი და რეალურად დაიწყო ცხიმისთვის პერიოდი, რაც გაცილებით ნელია და ყოველდღე და კვირაში ერთხელაც შეიძლება მაგალითად კვირაში ერთხელ აისახება სასწორზე, მაგრამ ყოველდღე შეიძლება სასწორზე არ აისახოს, ასევე რომ დაისახება სასწორზე შეიძლება არ მოეწონოს. მე მქონდა შემთხვევები, როცა ადამიანებმა ჯანსაღი წონა დაიკლეს, 3-4 კილო დაიკლეს, როცა არ იყო დიდი წონა, საშუალო წონიდან. და თქვეს, რომ ეს ძალიან ცოტაა, ესე არ მაწყობს მე და ანუ რეალურად თავი გაანებეს ყველაფერს და დაბრუნდნენ, ანუ მზარდ წონაში, ანუ საშუალო წონაზე, რომელიც ჰქონდა და რომელიც იზრდება. ანუ იმაზე აიყვნენ თანახმა, რომ ეს წონა ნელ-ნელა და ჯანმრთელად ჯანსაღად დაკლებულიყო, ახალი ჩვევები შექმნილიყო, ეს არ უნდათ. ანუ ამ ადამიანებს ისინი მათ სურდათ, რომ უცებ დაენახათ -7, -10 კილო დადგან ვერ დაინახეს, თქვეს, რომ მე აღარ მინდა. ხო, და ძალიან ხშირად ეს სწრაფი შედეგის სურვილი და იმედგაცრუება, აქედან გამომდინარე, არის ხოლმე მიზეზი, რომ ადამიანი ამბობს, რომ უφერთი ეგერ ვარჯიშობ, ვიყვებები და ძირითადად ამას როგორი რაღაცაა ხოლმე, იცით, ყველაფერი ერთად ხდება ხოლმე, ანუ ადამიანი, რომელიც არასდროს არ ვარჯიშობდა და რომელიც საერთოდ დღეში 3000 ნაბიჯსაც არ დადიოდა, უცებ იწყებს ვარჯიშს, იწყებს სიარულს, ნაბიჯებს, მერე ადამიანი, რომელიც ჭამდა 3500, 4000 კალორიას დღეში 800 კალორიაზე ჩამოდის, ადამიანი, რომელიც საკვების ტიპსაც ცვლის, ანუ იკვებებოდა ვთქვათ, ბევრი ნახშირწყლოვანი საკვებით, fast food-ით, აი ესეთი ცხიმიანი გაჯერებული საკვებით, გადადის რაღაცა ქათმის ფილეზე და წიწიბურაზე, უმარილოზე, რაც მისთვის არის სრულიად უგემური და საზღარი და ერთი სული აქვს, რომ ჩქარა მოიშოროს თავიდან ეს ყველაფერი და უკან დაბრუნდეს. და ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ, რომ და ადამიანი ფიქრობს, რომ აი ყველაფერს ვაკეთებ, რამდენადმეს ვაკეთებ და შედეგი მაინც არ არის, ხარ არის -500 გრამი, რა არის -1 კილო და ეს მოტივაცია ხრება და მთელი სისტემა ინგრევა. რატომ? იმიტომ რომ სისტემა არ არსებობს. ჩვენ როცა გვინდა წონაში კრება, უნდა შევქმნათ სისტემა. საძირკვლიდან უნდა ავაშენოთ დიდი შენობა, რომელზეც იდგება
ჩვენი ახალი კვებითი ქცევა, რომელიც არა მხოლოდ დაგვაკლებინებს წონას, არამედ მთელი ცხოვრება შეგვანარჩუნებინებს. ანუ ეს ისეთი სისტემა უნდა იყოს, რომელზეც შევძლებთ მთელი ცხოვრება ვიცხოვროთ, შევუთავსოთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სტილს, გემრიელათაც ვჭამოთ, ცხოვრებითაც დავტყვით, ანუ ამან არ მოგწყვიტოს ყველაფერს და არ ჩაგკეტოს, თორე ეს მე კვებით აშლობებში მიდის. ანუ ჩვენ უნდა ვცხოვრობდეთ და უბრალოდ ერთი დამატებითი რაღაც უნდა გქონდეს. აი მაგალითად, შენ ყოველდღიურად ცხოვრობ, მაგრამ სამსახურში დადიხარ, ხო? შენ ყოველდღიურად ცხოვრობ, მაგრამ სწავლობ, ხო? ანუ აი ესეთი რაღაცათაგანი იქნება. ყოველდღიურად ცხოვრობ, მაგრამ შენ გაქვს შენი კვების სისტემა, რომელსაც მთელი ცხოვრება მიყვები. ანუ რეალურად мотиваცია არ არის აი ეს სისტემა. мотиваცია არის კარგი სტარტი. мотиваცია არის საწყისი წერტილი, რეალურად. რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენ ტრამპლინად. мотиваცია არ არის გეგმა, мотиваცია არის სტარტი. ანუ როცა ჩვენ მასე ვამყარებთ არასწორ იმედებს, მე ყველაფერი რა თქმა უნდა იშლება. რა გვჭირდება იმისთვის, რომ წონაში დავიკლოთ? არა мотиваცია. არამედ დისციპლინა. დისციპლინა არის ის, რაც ადამიანთა უმეტესობას არ უყვარს და რეალურად დისციპლინა არის ის ერთადერთი საყრდენი და ის ერთადერთი საფუძველი, რომელზეც დაშენებულია აბსოლუტურად ყველაფერი, რაც რამე დღეს სამქვეყნად. ანუ ბიზნესები, სწავლა, მეცნიერება, ყველაფერი. ანუ რო არ იყოს დისციპლინა, არ იქნებოდა არაფერი. დისციპლინა არის განმეორებადობა. დისციპლინა არის მოსაწყენი პროცესი. ანუ ნახე, როცა შენ დაიღალე, როცა შენ ცუდად ხარ, როცა შენ ჭამა გინდა, როცა წონაში კლება აღარ გინდა, როცა мотиваცია აღარ არის, როცა აიწონე და სასწორმა კლება არ გაჩვენა და მაინც აგრძელებ, აკეთებ იმას, რასაც აკეთებდი, აი ქართული ანდაზარვა ძალა აღმარცხნავსო, აი ზუსტად ეგ ხდება. ადრე თუ გვიან შენიღებ იმ შედეგს, რაც გინდოდა. ანუ შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს, რომ ნელა მიდიხარ, მაგრამ აუცილებლად მიხვალ შედეგთან. მაგრამ ისინი, ვისაც უცაბეძი შედეგი უნდა, ვერასდროს ვერ მიდიან ამ შედეგთან და იმიტომ არის ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც მთელი ცხოვრება წონაში იკლებს, მთელი ცხოვრება მოდიეტეა, მაგრამ პირიქით, წონა სულ უფრო და უფრო ეზრდება. იმიტომ რომ ისინი არიან мотиваციაზე დამოკიდებული ადამიანები, რომელსაც არ უნდათ, რომ თავის თავზე მიიღონ დისციპლინის ტკივილი და თავიდან იმდენად ტკივნეულია ეს დისციპლინის ტკივილი, რომ აი გინდა რომ მიაგდო და ყველაფერს თავი დაანებო. მაგრამ თუ შეხვდები მორალურად მომზადებული ამას, რომ ანუ სხვა გზა არ არსებობს. ანუ ვისაც კი ნებისმიერ ადამიანს ცხოვრებაში რამე გაუკეთებია. უნივერსიტეტში ჩაბარებიდან დაწყებული, ეს პატარა ბავშვს რო შეხედო, ხო, რომ სწავლობს სიარულს, სწავლობს საუბარს. ეშლებათ და იმეორებენ, მაინც აკეთებენ კიდე და კიდე, იქამდე სანამ არ იწყებენ ამის კეთებას, ხო? ანუ სანამ შენთვის არ გახდება მარტივი და სანამ შენთვის არ გახდება ძალიან შენი რაღაც, ხო? იქამდე უნდა გაიმეორო. კი ეს არის მოსაწყენი, კი ეს არის მტკივნეული, კი ეს არის რთული, კი ეს არის დამხლელი, მაგრამ რეალურად სხვა გზა არ არის. ანუ თუ შედეგი გინდა, პროცესიც უნდა გინდოდეს. თუმცა მე დავაკვირდი ერთ ძალიან სამწუხარო რეალობას, რომ ადამიანთა უმეტესობას შედეგი უნდა და პროცესი არ უნდა. და პროცესი არის რეალურად ცხოვრება. ანუ პროცესის გარეშე შედეგი არასდროს არ იქნება. და რომც იყოს, აუცილებლად დაიკარგება. და აი აქ ცხრილება უკვე სურვილთა ძალიან დიდი ნაწილი. ანუ ძალიან ბევრი ადამიანს უნდა რომ მილიონერი იყოს, ძალიან ბევრი ადამიანს უნდა რომ მაგარი მანქანა ყავდეს, მაგრამ ანუ ის ყოველდღე რაც უნდა აკეთოს, აი ეს უნდა ძალიან ცოტას. აი სააწონაში კლებაზეც ზუსტად. ანუ დისციპლინა არ უნდა მოდიოდეს, ძალიან ბევრი ადამიანს ეშლება დისციპლინა, რომ გონიათ რომ ეს არის თვით დასჯა, გონიათ რომ ეს არის რა ისე ცუდი რა, უნდა გამოვსწორდე. არა. დისციპლინა უნდა იგეს სიყვარულზე. მხოლოდ დისციპლინა, რომელიც სიყვარულზე დგას, არის ის, რაც ჩვენ აღგვადგენს, აგვაშენებს და შეგვქმნის. ანუ ნახე,
შენ რო ყავს შვილი, რომელიც გიყვარს, ხო? არის რაღაცა მომენტები, როცა შენ გიწევს, რომ მას დალევინო მწარე წამალი. იმისთვის, რომ ის გამოკეთდეს სიტყვაზე, ხო? კი, გვეცოდება, მაგრამ ხო მაინც ვასმევთ, იმიტომ რომ საჭიროა. ესეთი რაღაცა არის ესეც რა. ანუ საჭიროა, გასაკეთებელია. სხვა გზა არ არის. დისციპლინა არა როგორც თვის დასჯა, დისციპლინა როგორც თვითზრუნვა. გამომდინარე საკუთარი თავის სიყვარულით. და უნდა გქონდეს აუცილებლად გადაწყვეტილება მიღებული. ანუ ყოველ დღე არ უნდა იღებდე ერთსა და იგივე გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ეს ძალიან გხლის და იმის შანსი რომ არ გააკეთო და არ მიიღო ეს გადაწყვეტილება ძალიან დიდია. ანუ შენ ყოველ დღე კი არ იღვიძებ და ყოველ დღე კი არ წყვეტ, რომ ახლა მე წონაში კლებას პროცესში ვარ. არა, შენ გადაწყვეტე რომ წონაში იკლებ და ყოველ დღე აკეთებ იმასაც წონაში კლებისთვის არის საჭირო. ანუ როგორც იღვიძებ და მიდიხარ სამსახურში, როგორც იღვიძებ და მიდიხარ უნივერსიტეტში და არა რომ ეხა მე ესა, ეხა მე ის, არა. ანუ დგები და მიდიხარ, ხო? აი აქაც დგები და აკეთებ და მორჩა. ანუ ამას აკეთებ კარგ დღესაც, ამას აკეთებ ცუდ დღესაც, ამას აკეთებ ყოველთვის. მაგრამ სანამ შედეგს არ მიიღებ და როცა შედეგს მიიღებს, მერეც. იგი ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია სწავლა. აუცილებლად უნდა ვისწავლოთ. შეიძლება ადამიანს არ უნდადეს კალორიების დათვლა, მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდეს პროდუქტების ენერგეტიკული ღირებულება, აუცილებლად უნდა იცოდეს რომელი საკვები, პროდუქტების რა სახეობა, რამდენი კალორია შეიცავს, იმისთვის, რომ სწორად განაწილოს თავისი კვება. და აუცილებლად უნდა მოძებნოს სისტემა, რომელიც მას ერგება. ჩემთვის მაგალითად ყველაზე იდეალური კალორიების თვლა არის. ეს მე არ მსტრესავს, ეს მე პირიქით, ანუ მე ძალიან კარგად ვარ. იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რამდენი ვჭამე, ზუსტად ვიცი რომ ეს დღე არ დაიკარგა, ანუ დათვლილი მაქვს, ვიცი, ისიც ვიცი რომ სიამოვნება მივიღე, ყველაფერი ვჭამე და ის ვიცი რომ დეფიციტში ვჯდები და მე ეს მაძლევს ძალიან დიდ სიმშვიდეს. ვიღაცებს ეს არ უყვართ და კი, შეიძლება ალტერნატიული სხვა გზები მოიძებნოს და უნდა მოძებნო ისეთი გზა, რომელიც შენთვის არის მაქსიმალურად კარგი. და რეალურად, ყველა გზა მაინც რომში მიდის, ყველა გზა მაინც დეფიციტთან მიდის, უნდა შეიქმნას დეფიციტი. და უნდა ვეცადოთ რომ მივიღოთ საკვები, რომელიც დაგვანაყრებს მაგალითად ყველა კვებაში აუცილებლად უნდა ჩავთვლოთ ცილა, იმიტომ რომ ცილა არის ის, რაც ადამიანს ანაყრებს დიდ ხანს, ასევე უნდა ჩავამატოთ უჯრედის და ამ შემდეგ და ამ შემდეგ. ანუ ეს ინფორმაცია, რაც შეეხება წონაში კლებას, ეს აუცილებლად უნდა ვისწავლოთ. აი, როგორც მანქანის რო გვინდა თეორიასაც ვსწავლობთ და მე პრაქტიკასაც ვსწავლობთ, აქაც ეგრეა. თეორიას ვსწავლობთ და მე პრაქტიკაში ვიყენებთ. ამიტომ არის კარგი ეს მარათონები და ეგენი, რომ ანუ აი ჩემ მარათონში მაგალითად ამ ყველაფერს თეორიაში ვსწავლობ და პრაქტიკაში ერთად ვაკეთებთ და მე გაცილებით მარტივი, ანუ ადამიანი აი რთულ პერიოდს ისე გადალახავს, რომ ვერ იგებს, რადგან ჩვენ ყველანი ერთად ვართ და ეს ძალიან კარგია და ძალიან ეხმარება ადამიანებს. უნდა იყოს აუცილებლად ფიზიკური აქტივობა. ფიზიკური აქტივობაც არ უნდა იყოს დასჯა. ფიზიკური აქტივობაც არ უნდა იყოს, რომ აი ხა დავიკლებ და სანამ დავიკლებ, მოდი ამ დამპალ ვარჯიშს ვივარჯიშებ და მერე მივაგდებ. არა, ეს უნდა ინტეგრირდეს ცხოვრებაში. მაგალითად, ერთხელ სირბილს ჯობია ყოველდღე სიარული. ანუ უნდა გაკეთო ისეთი რაღაცა, შენთვის არ არის ისეთი ძნელი და სტრესული, უნდა მოძებნო ის, რაც მოგწონს, ეს არ უნდა იყოს თვით დასჯა, ეს უნდა იყოს თვით ზრუნვა. ესეც, ანუ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ორგანიზმს, ჩვენს ორგანიზმს სჭირდება ფიზიკური აქტივობა, სჭირდება 6, 8, 10,000 ნაბიჯი დღეში. იმისთვის, რომ ჯანმრთელი იყოს, ძალიან ხშირად ადამიანებს უნდათ, რომ იყვნენ გამხდარი, მაგრამ საერთოდ არ აინტერესებთ იქნებიან თუ ჯანმრთელები. არა და რეალურად ყველაზე მთავარი ის არის ჯანმრთელი ვიქნები თუ არა და რაც უფრო მეტად გვემატება ასაკი, მით უფრო მეტად ხვდებით ჯანმრთელობის მნიშვნელობას. ხო, ამიტომ აუცილებელია ფიზიკური აქტივობა და საკუთარ თავზე ზრუნვით. მე მაგალითად როცა მაქვს დღეები, რომ კალორიას არ ვითვლი, დღესასწაული ან რაღაცა და ვჭამ, ისე დაუთვლელად და რა თქმა უნდა, უფრო მეც ვიდრე დეფიციტის დროს, აუცილებლად იმ დღეებში დავდივარ. მე ახლა ახალი წლის დღეებშიც არც ერთი დღე არ გამიცდენია და არც ერთი დღე თუ ძალიან ცუდად არ ვარ, ანუ ფიზიკურად, არ არის ხოლმე ისეთი დღე, რომ მე 10,000 ნაბიჯი არ ვიარო და აი ერთად რო იწყებენ კვებას და ვარჯიშს და ერთად რო ანებებენ თავს, ეგ არის ხოლმე ყველაზე ცუდი ნიშანი. ეგ არის დიეტური აზროვნება, ეგ არის ყველაფერი ან არაფერი პრინციპი. არა, ჯობია აკეთო ყოველ დღე ცოტა, ვიდრე აკეთო ბევრი და დროის მცირე მონაკვეთი.
უნდა გამოვიყენოთ მოტივაცია. მოტივაცია უნდა იცოდე, რომ არ იქნება მთავარი ძრავი. მოტივაცია იქნება საწყისი წერტილი, საწყისი იმპულსი, საწყისი ტალღა, საიდანაც ჩვენ ვიწყებთ პროცესს. ანუ ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სისტემა, როგორც გითხარით, სისტემა, რომელიც დგას დისციპლინაზე, რუტინაზე, კვებაზე, ფიზიკურ აქტივობაზე. ამ სისტემას ვაშენებთ, ვპოულობთ, სწავლობთ, პოულობთ, ვაშენებთ და ვინარჩუნებთ მთელი ცხოვრება. ხოლო თუ მაგალითად შენ გინდა რომ დაიკლო ზონაში და დაუბრუნდე იმ კვებას, რომელსაც მოიმადე, მაგას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ისევ მოიმადებ. ადამიანებს ძალიან ხშირად აი ეს ეშლებათ ხოლმე, რომ გონიათ, რომ ეხლა მე დავიკლებ და მე ისევ აი აქ ვერ შეინარჩუნებ მას. აუცილებელი ახალი სისტემა და ამ ახალ სისტემაში არ უნდა იყოს ის, რომ პურს არ ვჭამ, ტკბილს არ ვჭამ, ამას არ ვჭამ, იმას არ ვჭამ, იმიტომ რომ ეგენი დიდხანს ვერ ცოცხლობს. აი, რაღაც დრო მე ვეღარ ქაჩავს, იმიტომ რომ ადამიანი ხარ, იმიტომ რომ ყველაფერი გინდა და ყველაზე რთული გზა, ყველაზე სწორი გზა უნდა ვისწავლოთ სომიერება. რომ ჩვენ ცხოვრებაში იყოს ტკბილიც, სომიც და აბსოლუტურად ყველაფერი, მაგრამ დოზირებულად. ეს ყველაზე მეტად არ უნდათ ადამიანებს ამბობენ ხოლმე მირჩევნია საერთოდ არ შევჭამო შოკოლადი ან თუ შევჭამ მთლიანი პლიტკა უნდა შევჭამო. მე კიდე ყოველდღე ვჭამ შოკოლადს, დღეში რამდენჯერმე, მაგრამ არა მთლიან პლიტკას და ძალიან კმაყოფილი ვარ. ზონაშიც ვიკლებ. სხეულში სიმსუბუქესაც ვგრძნობ და ძალიან კარგადაც ვარ. ანუ შენ უნდა აირჩიო, გინდა რომ იყო გამხდარი ადამიანი თუ არა. და თუ გინდა რომ იყო გამხდარი ადამიანი, თანახმა უნდა იყო რომ გადაიხადო ფასი. და ფასი არის ის, რომ მთელი ცხოვრება, თუ გიქონდა ჭარბი წონა ოდესმე, მთელი ცხოვრება მოგიწევს ზრუნვა იმაზე, რომ შეინარჩუნო შედეგი. და თუ სისტემას არ ააშენებ, და თუ მთელი ცხოვრება ამაზე არ ისრუნებ, ისევ იქ დაბრუნდები, საიდანაც დაიწყე. და ყოველი შემდეგი ჯერი უფრო მეტად გაგიჭირდება. გისურვებ წარმატებებს, თუ გინდა წონაში დაკლება და მარტო ვერ ახერხებ, შემოგვიერთდი ჩემი თებერვლისთვის მარათონში, სადაც აი ამ ყველაფერს, რაზეც ვისაუბრეთ, ვაკეთებთ. მარათონის საფასურია 200 ლარი, არის ერთთვიანი, გვაქვს ძალიან დიდი საინფორმაციო არხი, სადაც ყველაფერია, თეორია და ასევე გვაქვს ჩატი, სადაც ერთად მომგავდებით სირთულეებს და ერთად ვსწავლობთ ყოველდღიურობაში, როგორ დავაინტეგრიროთ ცხოვრებაში აი ეს ჩვენი ახალი სისტემა. და ეს არ არის ყველასთვის, ეს არის ცოტასთვის, ეს არის იმ ადამიანებისთვის, ვინც რეალურად ვსადაი რომ იმუშაოს. ვისაც ისე ძალიან მობეზრდა ეს ყველაფერი და ისე უნდა რომ აი ეს ჩაკეტილი წრე მარადიული დიეტის და დარღვევების და კვებაზე, საჭმელზე ფიქრის დაარღვიოს, ისე ძალიან უნდა რომ ყველაფრისთვის მზად არის იმისთვის რომ იშრომოს, მზად არის იმისთვის რომ ეს დისციპლინის და რუტინის ტკივილი თავის თავზე გამოიეროს, მაგრამ ისეთი გახდეს როგორც ეცოცნებობ და უფრო ჯანმრთელი. სხეული გახდეს უფრო ძლიერი, უფრო ამტანი, აი ჩემი გოგოები ძახიან, რომ ესე იგი დავფრინავთ, იმდენი ენერგია გვაქვს. იმიტომ რომ ორგანიზმი ზედმეტ საკვებს აღარ იღებს. ენერგიას სასიცოცხლოს, რომელსაც ზედმეტი არასაჭირო საკვების მოხმარებაში ხარჯავთ, აღარ ხარჯავს. და ეს გემატება შენ ენერგიის სახით. და თუ მზად ხარ ამისთვის, მაშინ მომწერე. მიყავით. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და თუ კი ფიქრობთ, რომ ეს არხი გეხმარებათ და არის სასარგებლო, დაეხმარეთ არხს დონაციით. აღწერაში იქნება მითითებული პირადი ნომერი.